მე 70 წლისა ვარ მადლენა ჩილაჩაბა პასპორტით. თორე მადლენას მე აქ არავინ არ მისმოს ვარ აზა სინამდვილეში. გაგრიდან ვარ. აფხაზეთიდან დევნილი აზა ჩილაჩავა თბილისის ზღვასთან ახლოს ყოფილი ტურბაზის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. მშობლიური გაგრიდან ომის დროს 6 წლის შვილთან და დედასთან ერთად გემით წამოვიდა. ომი გადავიარე, ნახე ჩემი თვალი რუსეთისგან ხერი არასდროს არ იქნება. საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მისაღებად ყოველ საღამოს გარეუბნიდან ცენტრში ავტობუსით მიდის. სახლში კი გვიან ღამით ბოლო რეისით ბრუნდება. უპირთ იქ რო ფეხით ჩავდივარ, ფებრო ამდენს ხვება. ისეთი კაი ახალგაზრდები მოდის, ყველა მეხვევა, რა ბებო და რა ბებო. ბებო უკან არ დარჩე, ბიჭები, გოგოები. 70 წლის დევნილს ბანერით ხელში რუსთაველის გამზირზე ჯანდაცვის სამინისტროსთან თუ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ძალიან ხშირად შეხვდებით. ეს დღევანდელი დაწერილი მაქვს, რომ გავიტანო და ყველას ვანახო, ყველას ვინც რო არის, რომ მიხვდნენ, რომ არ დგანან სწორ მხარეს, მე გული მწყდება ბევრზე. ხო და გამომაქ ეგი, შეიძლება მიხვდნენ. რა ვიცი. ბევრი რაღაცა მიჭირავს. ბევრი რაღაცა მაქვს. ხო იყო ლაივში გასვლა რო ყოფილიყო 3 წუთით. მე არავინ არ ყავდა რომ გადაიღო და მე ჩემით გავედი გაჩერებაზე. დავდექე ასე ვიდექი და იქით მხარეზე ზღოლმა სავსე ბოთლი წყალი მესროლა ფუშენიო მითხრა. და გვერდზე მანქანა უკან რომ მოყვებოდა მოაბრუნა იქიდან. მოვიდა ჩემთან, მომეხვია. ბებო ხედავდიო რომ გესროლესო და გულმა არ ქნავ და მოვედიო. შეიძლება რომ მოგეხვიო. როგორ არა ბებო თუ გინდა მომეხვიე მე უთხარი. ჩამეხუტა ორჯერ ჩამეხუტა. შევეცოდე ალბათ. ზოგი მისიგნალებდა. ზოგი უხაროდა რომ ეკავა და იყო, მაგრამ იყვნენ აგრესიელები, რომ მიმაფურთხეს ბოთლის დამარტყეს. რამდენი წლის ბრძანდებით? მე 70 წლის, 70 წლისა ვარ და ასე დავრბივარ. 29 იანვარს პოლიციელების ფეხქვეშ მოვხდი. უბრალოდ ზემოთ ამოვდიოდით, ბევრიც არ ვიდექით. ცოტა ვიყავით, 50-30 კაცი მეტი კი არ. გავიხილე ჯერ პოლიციელები იყვნენ ჩვენზე მეტი. მერე ნიღბებს რო ატარები, ის პოლიციელებიც მოვიდნენ. უკვე ალბათ უნდა დაჭერა, თორე არაფერს არ ვაშავებდით. დაიწყეს გატაცებები. მე ვთქვი ამათ როგორ გავატანო ეს ახალგაზრდა. ასე ზემოთ დავეცი. ბავშვთა გამომაგდეს და ფეხებში აღმოვშდი. იმ დღეს 3 დღე ვიწექი, ვერ გავედი. ასე მომისროლეს და მე დავეცი დაბლა. და ბოლოში ვინც ითქა იმამ კი ამაყენა. ბებოაო და ავდექი, მაგრამ ვაიმე ამაყენა ავდექი კი არა. და იმ დღეს სამწუდად ვიყავი. და ჩაწოლილიც ვიყავი და მე ავდექი. 3 ღამე ვათი ის გაზები და იმაში. წლების განმავლობაში საზღვარგარეთ ჯერ ბავშვს, შემდეგ მოხუცებს უვლიდა. პატარა ნახევარსარდაფის შეძენა, შემდეგ კი მოწყობა ყოველდღიური მძიმე შრომის ფასად-შეძლო. სანაპიროზე სვამდნენ პესოქზე, ისეთი კაი ყავა იყო. აფხაზეთიდან დევნილი ტრადიციული ყავით გვიმას პინძლდება. თან მშობლიური გაგრის დატოვებას იხსენებს. გაგრის აღება იყო საშინელება უცბად. უცბად გაირბინეს ერთი ტანკით. უნდა წავსულიყავი და ვერ მოვასტარით ისე ბინიდან. ქალმა, ქართველმა ქალმა დამეცახა რაშვები, ტყვიები მოდიოდა უკვე. შემოდით ჩვენთან. საერთოდ არ ვიცნობდი მაგას. უცხო ხალხმა შეგიფარა. უცხო, იმიტომ რომ მოდიოდა ტყვია, უკვე всё, საზღვარზე უნდა მიმესტრო. აი საზღვარზე რო ვერ მივასტარი, პატარა იყო, მაშინ ჩემი გოგო იყო 6 წლის. და შევეცოდეთ, მოკდებითო. და მე დილით აიღეს ყველაფერი, ესენი ყრია გაჭირებული ჩვენი ბიჭი. წამოვედი, სად უნდა წამოვსულიყავით ისევ უკან. ეს ხოცამ დახოცილები ძალიან ბევრი იყო და სინჯავდნენ ფეხით კიდე
და ცოცხალია თუ არა, ერთი ყოფილა ცოცხალი. წამოხდა, დაიჩოქა, ხელები აუწია. და დაახალა რამდენიჯერი. ჩემი ამხანაგი გოგო სომეხი შემხდარ. და ახლა იმედი მომეცა ეს რასმიშვილი და მაგრამ მაინც დედა და მე და ბავშვი რო არ ვიყავ, მაინც ეს რო იყო. ახლა იმ ხიდს რომ მიუახლოვდით, ეს გოგო მეუნება აზაო რაღაცა რო იქნესო. შენ რო დახვრიტონ, დედაშენი რო დახვრიტონო, მანანასო მე მოუვლიო, როგორი ამას რო გეტყვი. 6 წლის იყო ბავშვი. ბავშვი 6 წლის იყო. აზა იხსენებს, როგორ დაკრძალა გაგრაში სანაპიროზე მიტოვებული ქართველი ჯარისკაცის ცხედარი, რომლის ვინაობის გარკვევაც ვერ შეძლო. ქართველს რომ ვინმე მარხავდა, ზედ აკლავდნენ. აი გ დიდი ასო წერტილი და ესი წერტილით. ხემდე არ იცით ვინ იყო? ვინ იყო, მე არ ვიცი ვინ იყო და შეიძლება პატრონი ყავდეს. არა მომდის გულიდან ეს ჯავრი თართი რომ ეს პატრონი ან იცის რომ ცოცხალია და არა და დამარხული მყავს. ოკუპირებულ გაგრაში დედასთან და 6 წლის შვილთან ერთად 3 თვე გაატარა. საბოლოოდ აფხაზი მეზობლის დახმარებით გამოაღწიეს. დევნილობის პირველი წლები წყალტუბოში უმძიმეს პირობებში გაატარეს. ძალიან წვალობდით. მე შოქს რო ვათრებდი შაქარს ვყიდიდი. ეს მე-4 სართულზე უნდა ამეტანა. მე თვითონ 50 წარმოიდგინე. ასეთი პატარა, სულ ასეთი ვიყარი დალეული. პაწაწინა ოთახში, რომელიც იმდენად ვიწროა, რომ მატარებლის ვაგონს წააგავს. სამზარეულო და საძინებელი აქვს მოწყობილი. ბევრი არაა დევნილი. და იფორმებს თავს და იმის ანებს მიცეს ბინა. რამდენჯერ მაგ დაწერილი ბებო ამ ბინის უკვე აღარ მინდა რა. აღარ მინდა ყოველთვის ხან მე ხან ბავშვი. უსამართლობა. არავინ არ გვაქცევს ყურადღებას, როცა იქნება ასე ვიძახი. სტუმარი რომ მოვიდეს ვინმე, აი ხო ხედავთ. 2-3 კაცის ადგილი არა მაქვს აქ რო პატივისცემის. ბევრს უნდა მოსლაერიდება, იმიტომ რომ არ მაქვს ადგილი. ერთი ბინა მაღირსო, დედაც ამას ნატრობდა, რომ დაუტოვო ჩემზე. ახლა მე მაქვს სანატრებელი რომ დაუტოვო, რატო უნდა დაიკარგოს, რას ნაშრომი მქონდა იქ. საღამოს 10-მდე ბანერიდან ერთ-ერთ სამოარჩევს. თბილად ჩაიცმევს და ისევ დემონსტრაციაზე წავა. ცოტა ხანში მოვემზადები, წავალ. იციან ყველამ რომ მივდივარ. დამცინიან, მაგრამ რას იზა. დაქცინიან? რატო? ეცინებათ, რა ომი გინდაო, იძახიან. ომი გინდაო? მე კი გული მწყდება, ომი რა თმინდა. მე უკეთესი ცხოვრება მინდა რო იყოს. რუსეთი მე არ მინდა, რუსეთისგან მე ძალიან ცუდად ვარ. აი იმაზეა ყოველდღე რო დავდივარ. მოვიღებ და ვილაპარაკებთ ამ თემაზე. და ვილაპარაკებთ მანამ, სანამ ყველა არ დაინახა